საქართველოს საპენსიო ფონდის მონაცემებით 2025 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით დაგროვებითი პენსიით 22,853 ადამიანმა ისარგებლა, სწორედ 22,853-ია დღევანდელი დღის რიცხვი, მათზე პენსიის სახით 100,300,000 ლარი გაიცემა. საპენსიო სქემაში მონაწილეთა რაოდენობა 1,667,000 ადამიანია. ცნობისათვის დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის შესაბამისად საპენსიო დანაზოგის მიღება შესაძლებელია შემდეგ შემთხვევაში მონაწილის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევისას, მონაწილის შესაძლებლობის შეზღუდვისას, საპენსიო აქტივის მონაწილის მემკვიდრისთვის გადაცემა და ასევე საქართველოს სამუდამო დატოვებისას. აქვე საქართველოს საპენსიო აქტივებზეც გეტყვით, ფონდის აქტივებმა აგვისტოს ბოლოსთვის 7,4 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 1,9 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ფონდის საინვესტიციო პორტფელების შედეგების თანახმად აგვისტოს საპენსიო ფონდისათვის და პორტფელებისათვის საკმაოდ კარგი თვე აღმოჩნდა, რაც საერთაშორისო ბაზრებზე აქციების ფასების ზრდამ განაპირობა. აგვისტოში ყველაზე მაღალი 1,98%-იანი ზრდა დინამიკურმა პორტფელმა აჩვენა, ხოლო დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელები შესაბამისად 1,51%-ით და 1,22%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან დღემდე პორტფელების შემოსავლიანობა ასეთია: კონსერვატიული 7,29%, დაბალანსებული 8,11%, დინამიკური 9,2%. 31 აგვისტოს მდგომარეობით საპენსიო სქემაში მონაწილეთა რაოდენობა არის 1,667,000 ადამიანი, დაგროვებითი პენსიით კი, როგორც გითხარით, 22,853 პირმა ისარგებლა. გაცემულია 100,300,000 ლარი.